კვირის თემა. ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის ჩატარებაზე ალაპარაკდნენ. სერგეი შამბა კი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს აანალიზებს. ქართული მხარის შეფასებები ჩვენ სიუჟეტში. ამ ბოლო დროს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ერთიანი აფხაზეთის თავმჯდომარე სერგეი შამბა აქტიური პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევა. ამჯერად აფხაზური პარლამენტის წევრი ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ძველს და ახალ მოსაზრებებსაც ახმაურებს. როგორც შამბა ირწმუნება, ადრე თუ გვიან აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დარეგულირდება როგორც დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს შორის. მისი თქმით, ყოველი კულტურული და სპორტული კონტაქტი თბილისში აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო სოხუმის საზოგადოებაში კამათის თემად იქცევა ხოლმე. მინდა შევეხო ერთ დელიკატურ საკითხს, რომელიც განიხილება როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. ამბობს შამბა და აფხაზური საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებსა და საქართველოს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებულ კონტაქტებზე საუბრობს. ოკუპირებული აფხაზეთის ზოგიერთი მოქალაქის თბილისში სამკურნალოდ ჩამოსვლა მისთვის მისაღებია. ამ შემთხვევაში მზადვარ პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მთავრობას წაუყენო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მკურნალობისთვის შესაბამისი პირობების შექმნას აფხაზეთში. განმარტავს თვითმარქვია ხელისუფალი. ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე თბილისში საფეხბურთო მატჩის ტიპის და სხვა სახის გასართობ ღონისძიებებზე ჩამოსვლა კი სერგეი შამბას პოლიტიკურად და ზნეობრივად გაუმართლებლად მიაჩნია. თუ ჩვენი ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი თვლის, რომ ეს მისაღებია, ეს უკვე მათი საქმეა, დასძენს სერგეი შამბა. იგი ირწმუნება, რომ ადრე თუ გვიან ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დარეგულირდება. ამასთან ეგრეთ წოდებული აფხაზური პარლამენტის წევრი, როცა აფხაზეთის მომავალზე საუბრობს, ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ მათი მომავალი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც უდაოდ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი იქნება. როგორც შამბა აღნიშნავს, ქართულ მხარეს სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებაზე და ეს წარმოდგენა რადიკალურად განსხვავდება აფხაზური მხარის პოზიციისგან. ეგრეთ წოდებული პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როდესაც ორივე მხარეს მოუწევს რეალური ნაბიჯების გადადგმა კონფრონტაციის დასაძლევად. საჭიროა ფიქრი არა ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ ჩვენ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენაზე. აცხადებს აფხაზური რეჟიმის წარმომადგენელი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში გაჩნდებიან პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც შეძლებენ ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგან. ისევე როგორც თავის დროზე ეს შარლ დე გოლმა გააკეთა, როცა ალჟირი აღიარა. როგორც ჩანს, ეს დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა ჩვენ სავსებით მომთმენი ვართ იმისთვის, რომ დაველოდოთ, ოცნებობს შამბა. ქართული მხარე სერგეი შამბას განცხადებებს გამოეხმაურა. თბილისში მიიჩნევენ, რომ შამბას მოსაზრებებში ახალი არაფერია, თუმცა ინტერვიუში ყურადსაღები გზავნილებია, როგორიცაა ხალხთა შორის დიალოგისა და მიმოსვლის დაწყება. ამ ინტერვიუში თუ განცხადებებში იყო საყურადღებო გზავნილები, თუ არ ჩავთვლით, ასე ვთქვათ, სტატუსთან დაკავშირებულ განცხადებებს. კონკრეტულად განცხადება, რომ უნდა დასრულდეს მტობა და კონფრონტაცია და ასევე ის, რომ უნდა არსებობდეს გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით და მიზეზით გადაკვეთა, გადასვლა, თავისუფალი მიმოსვლა ხელოვნურ გამყოფს ხაზებს ორივე მხარეს. იქნება ეს შერეული ოჯახები, სამედიცინო სერვისის მიღების სურვილი, სხვა საჭიროებები, პოტენციურად სავაჭრო ურთიერთობები თუ ოჯახის გამოკვების მიზანი. ეს ურთიერთობები აუცილებელია. ქართული მხარის განწყობა უკვე დიდი ხანია და ჩვენი ხელისუფლების განწყობა ის გახლავთ, რომ უნდა აღდგეს ჩატეხილი ხიდი, უნდა აღდგეს ურთიერთობები ადამიანებს შორის, ვიდრე თუნდაც საკმაოდ რთული პოლიტიკური საკითხები იქნება გადაწყვეტილი, რომელიც რაღაც ეტაპზე აუცილებლად დადგება. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთად გავიხედოთ მომავლისაკენ, ერთად დავინახოთ და ავაშენოთ ის პერსპექტივები, რომელიც სწორედ ჩვენ ხალხებს დაახლოებს და შეუქმნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. ეს არის ჩვენი გზავნილი. შამბას განცხადება არის ყურადღება მისაქცევი, იმიტომ რომ აფხაზები უკვე იწყებენ სერიოზულ პოლიტიკას და ეს განცხადება არის პირველ რიგში პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზული, საკმაოდ ტევადი და ბევრი რამის მიმანიშნებელი და რჩება ერთადერთი გზა, რომელიც უალტერნატივოა, ეს არის აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი და ამ დიალოგის შემდეგ გამოჩნდება სხვაგარე პრობლემა. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ეს საკითხი შეუვალია და ამაზე დისკუსია ოკუპირებულ აფხაზეთთან არ შეიძლება არსებობდეს, აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში. პოლიტოლოგთა ნაწილი შამბას განცხადებებს შიდა აფხაზურ საზოგადოებაზე გათვლილსაც უწოდებს.
ეს არ არის მარტო ქართული მხარის პოზიცია, ეს არის ცივილიზებული მსოფლიოს პოზიცია, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე პოზიცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის შეუვალი. ამიტომ ამაზე დისკუსია არ შეიძლება არსებობდეს. სამშვიდობო პროცესი არის კომპლექსური პროცესი და მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, არამედ ჰუმანიტარულ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. დევნილების დაბრუნების უფლებას ვერ განსაზღვრავს ვერც ერთი მხარე, ვერც აფხაზური მხარე, ამ უფლებას ვერ დახურავს, ვერ წაიღებს, ვერ გაანადგურებს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური ამოცანა, რა მიდგომა და ემოციური დამოკიდებულებაც უნდა კონდეს ამ საკითხის მიმართ. ადამიანებს აქვთ განუყოფელი უფლებები, ამას ქვია ადამიანის უნივერსალური უფლებები და მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც დღესაც მაცხოვრებელი ადამიანის უფლებები გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით და პრინციპებით. კიდევ ერთხელ არ არის გემოვნების საკითხი, ვინმეს მოწონება არ მოწონების საკითხი, ამ უფლებას ამ ადამიანებს ვერავინ ვერ წაართმევს და ამ საკითხებზე აუცილებლად მოგვიწევს საუბარი, თუ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ გავიხედოთ მომავლისკენ. შამბა ამ შემთხვევაში დაინტერესებულია და მისი ძირითადი ასე ვთქვათ განცხადების მოხმარებელი არის შიდა აფხაზური საზოგადოება და სწორედ ამ კონტექსტში უნდა ალბათ გავიგოთ მისი ეს განცხადება. თუმცა კონკრეტულად მისი მოლოდინები იმის შესახებ რომ ვთქვათ უახლოეს ხანში რაღაც მოსალოდნელია ვთქვათ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გარკვეულწილად რაღაც არ ვიცი სამართლებრივი ჭრილში ვთქვათ გადახედვა აფხაზეთთან ურთიერთობის ეს ამის პერსპექტივა მე მგონი აბსოლუტურად არ არსებობს. დღევანდელი ხელისუფლება მზად არის აფხაზეთთან თქვათ პირდაპირ თქვათ ამ ჩართულობის რეჟიმში იმუშაოს გარდა პოლიტიკური საკითხებისა თითქმის ყველა საკითხზე თქვათ გარკვეული მზაობა ქართული ხელისუფლებიდან არის. თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვაუწყდეს რომ აფხაზების პოზიციაც არის საკმაოდ ხისტი და რომელიც გამოიხატება შემდეგ ფორმულაში რომ მათ არაფერი არ სურთ თბილისისგან გარდა აღიარებისა. ამ ფორმულით ბუნებრივია თქვათ არავითარი კონსენსუსი ვერ ჩამოყალიბდება და აქედან გამომდინარე არ ამგონია რომ თქვათ ამ განცხადებას რამე რეალური საფუძველი იყოს და რამე თქვათ სერიოზულად მოყვეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით აფხაზეთთან რკინიგზის აღდგენის შესახებ საუბრები არ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუში სერგეი შამბამ საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა. ეს მისი მოსაზრება ამ პირის რკინიგზასთან დაკავშირებით ადრე განცხადებებიც გაკეთდა ქართული მხარის მიერ შეფასებებიც და ის პირობებიც ნათელია, რა პირობებიც უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ კი ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურა ამოქმედებოდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა არაფერი არ ხდება ამ თემის ირგვლივ, ხა ვიღაცა გამოხატა მოსაზრება აზრის გამოხატვის თავისუფლება ჩვენ ქვეყანაში დაცულია, თემა როგორც ესეთი დღეს არ არსებობს. რკინიგზის საკითხის ცალკე თქვათ ამოგლეჯილად განხილვა ალბათ შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ის მომული არის სხვა საკითხებთან, მათ შორის ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ, სამართლებრივ საკითხებთან და აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება შეუძლებელია მისთვის თქვათ ამ საკითხის განხილვა, იმიტომ რომ თვითონ რკინიგზის თქვათ საკითხის განხილვა დაკავშირებულია ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებთან, რომელიც არ არის მარტო თქვათ ქართულ-აფხაზური ურთიერთობიდან გამომდინარე, ის ასევე აუცილებლად ჩართული უნდა იყოს რუსეთი და თქვათ სომხეთის რესპუბლიკა და ბუნებრივია რომ საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს თქვათ თუ მას არ ექნება გარკვეული საფუძველი იმისა რომ ივარაუდოს რომ ამას შეიძლება შემდეგ მოყვეს გარკვეული თქვათ დათმობები აფხაზური მხრიდან ისევე როგორც თქვათ რუსეთის ხელისუფლებისგან და არ ამგონია რომ დღეს ეხლა ეს საკითხი აქტუალური იყოს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არავითარი თქვათ ნიშანი იმისა რომ ამ საკითხს კვლავ მიუბრუნდება თქვათ საქართველოს ხელისუფლება მე მგონი არ არსებობს. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვითმარქვია პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი კი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საუბრობს. ეს საკითხი დიდი ხანია არსებობს, ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, ამბობს დე-ფაქტო ლიდერი. მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარების თარიღი განიხილება და სავარაუდოდ 2016 წლის აგვისტომდე ჩატარდება. რეფერენდუმის ჩატარების იდეა ცხინვალმა რამდენიმე თვის წინ გაახმაურა. მაშინ მოსკოვი ამ ინიციატივას გაემიჯნა. ქართული მხარე თიბილოვის განცხადებას მორიგ პოლიტიკურ შანტაჟს უწოდებს. თიბილოვის განცხადება კიდევ მორიგი პოლიტიკური პროვოკაცია ფაქტობრივად, რაც ამ მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკურ დაშანტაჟებას.
მე გაგახსენებთ, რომ ადრე არაერთხელ გაკეთებულა ასეთი განცხადებები, მეტიც რეფერენდუმიც, ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი უფრო სწორად ჩატარებულა, სადაც წინააღმდეგობრივი კითხვები იქნა დასმული, თუ ერთ შემთხვევაში თითქოს ხალხის ნება დამოუკიდებლობა, მეორე შემთხვევაში რუსეთთან მიერთება და თიბილოვიც ასე ახდენს ფორმულირებას, რომ ერთი ამოცანა მიღწეულია, ეს არის დამოუკიდებლობა, ახლა ჯერი მეორე ამოცანაზე რუსეთთან მიერთებაზე დადგა, რაც არის ძალიან წინააღმდეგობრივი, არაშეთავსებადი ამოცანები, ადასტურებს იმას, რომ ამის უკან არანაირი ლოგიკური მოსაზრებები არ და მით უმეტეს არა მხოლოდ სამართლებრივად არანაირი ძალა არ აქვს, არც ხალხის ნებასთან არ აქვს კავშირი, იმიტომ რომ ეს ტერიტორია ფაქტობრივად დაცლილი გახლავთ მოსახლეობისგან. ყველა პროცესი, რომელსაც დღეს ადგილი აქვს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პროცესები და მათ შორის ეგრეთ წოდებული რეფერენდუმები და მათი შედეგები, როგორც არ უნდა იყოს, არალეგიტიმური გახლავთ. მოსახლეობის 80% აღარ ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში, გამოდევნილია ქართული მოსახლეობა. წასული არის მათ შორის ოსური, ეთნიკურად ოსი მოსახლეობაც, გაუსაძლისი პირობების გამო, რომელიც იქნება ოკუპაციის პირობებში. ამიტომ გაუგებარია ვის ნებაზე საუბრობენ ახლა დე-ფაქტო ხელისუფლებაში მყოფი პირები, უბრალოდ გასაგებია, თუ კი ცოტა ჩრდილოეთით გავიხედავთ, ალბათ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ასეთი პროვოკაციები ალბათ ვერავის ინტერესს ვერ მოემსახურება. თუმცა საყურადღებოა რუსეთის თავშეკავებული პოლიტიკა რეფერენდუმის თემასთან დაკავშირებით, კეთდება განცხადებები, რომელიც უფრო არას მიანიშნებს ვიდრე კის, მაგრამ საბოლოოდ როგორც ჩანს, კარი არ იხურება, რადგან ამითი მოხდეს დანარჩენ საქართველოში საფრთხის მომეტებული განცდის გაჩენა, გარკვეული თითქოს რის ფაქტორის გაჩენა, მოახლოებულია არჩევნები, მოახლოებულია ნატო სამიტი, ველოდებით კონკრეტულ შედეგებს ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში და როგორც ჩანს ამ პროცესებზე გავლენის მოხდენის სურვილით არის განპირობებული ახლა სპეკულირება ასეთი პოლიტიკური თემებით.